ბრაზით დაიწყო რა, ძალიან საინტერესო თემა იყო და ანუ ბრაზი იმის შესახებ, რომ ცოდნას, ინტელექტს ამ ქვეყანაში არ აფასებენ. და ეს წამოვიდა გამოცდილებიდან, მაგალითად, რაღაცა პროექტის ბიუჯეტში თარგმანი შეიძლება რაღაცა მექანიკური უბრალოდ თარგმანს პატივს უწევს კაცო ინტელექტუალური სამუშაო. ან მაგალითად, კონდიციონერის დამკიდებელ მუშას ვუხდიდით საათში $100 დაგვიჯდა, რომ დაეკიდებინა, მაშინ მე მახსოვს და $100 მთელი თვე უნდა გვემუშავა, რომ $100 გამოგვემუშავებინა. ეს არის 2002 წელი, ანუ ამ პერიოდზე ვლაპარაკობ. ამიტომ ეს ერთის მხრივ იყო ბრაზი და მეორე მხრივ იყო რწმენა. ანუ იმ პერიოდში ხა საკონსულტაციო კომპანიაში ფულს გადაიხდიან კი არა და თან ხა ქალმაჭკუა მასწავლოს ხო კიდე ცალკე თემა არის. მაგრამ მე მჯეროდა არ იმისი რომ მე შემიძლია ეს, მე მჯეროდა რომ კაცო მე ვიცი რომ ოქროა ეს, ანუ ეს ცოდნა რომლის და თემა იყო რომ ცოდნა რომლის გამოყენებაც იცი. ანუ ეს არის ძალიან ძვირფასი, თორე ცოდნა თავისთავად, ანუ ეს სიბრძნე არასდროს არ ყოფილა, მაინდა-მაინც ის რომ აი ბრძენები ვიყო კი არა, ჩვენ პრაქტიკოსები უნდა ვიყოთ, ეს არის იმაში ჩადებული, რომელიც ცოდნას, აი ამ სინათლეს ხივს შეიტანს სხვა კომპანიებში, ორგანიზაციებში, რომ ამათმა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები.